ესენი არიან აგენტები, ჩვეულებრივ. მათ არ ეკითხებათ, თქვათ, რაღაცა, მათ არ შეუულიათ განჭვრიტონ, მაგალითად, როდესაც ერთ დავალებას მოგცემენ მეორის, მეხუთეს, ამას რა შეიძლება მოყვეს. მეექვსე ნაბიჯს რო გადადგავ. ესენი ამას ვერ განჭვრეტენ, ამიტომ რა დავალებასაც აძლევენ, იმას იმეორებენ რობოტებივით. და ის რომ ეხლა თქვათ, საზოგადოება რას იფიქრებს, ან ამას რა შეიძლება მოყვეს, არ აინტერესებთ. არ აინტერესებთ, რომ საზოგადოებას ძანეს მფლობელებმა რომ ჩაჯიქით ციხეშიო. გამოსავალი აღარ დაუტოვეს. როდესაც პარლამენტში არ შედიხარ 2 მილიონში 100,000 ამომრჩეველი ეგ მართალია. პარლამენტში არ შეხვალ. მანდ უკვე შენ უნდა და რევოლუციაზე მიდიხარ. ეს იყო ბოლო სტადია იმისა, რომ უკვე რაღაცა როგორც აქვია ანეკით უნდა ყოფილიყო ანაკეთ, ხო? წავიდნენ რევოლუციურ ნაბიჯებზე და ისიც უნდა ქონოდა გათვლილი. მაგრამ თავიდან აი წაქეზებაში რა იგულისხმება, იცით რას გულისხმობ, რომ ეს თქვათ ეს ჩვენი ელჩები და უცხოელი დიპლომატები ვინც არიან გარედან შიგნით ანუ ამათ იმდენად ყავდათ ესენი გათამამებულები რო ქვია რომ დარწმუნებულები იყვნენ შეიძლება როდესაც თავიდან კომისიაზე უარი განაცხადეს ეს არ აღიარებები რომ ჩვენ არ ვაღიარებთ სახელმწიფოს პარლამენტს იმას ამას რაღაცა ძალის მეტნაკლებად ეშინოდათ ახლა პოლიციაში რატომ მიდიხარ რო გიბარებენ და იქ არ მიდიხარ კომისიაში ის პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვისი დანიშნულია, ვის შექმნილია საპარლამენტო რესპუბლიკაში სამინისტროს იმისია, პარლამენტის დანიშნულია ცოტა ხნის წინ, პროკურორიც მით უმეტეს და ასე შემდეგ, ხო? იქ სადაც ძალას ხედავდნენ, ანუ მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ ერთი, ანუ თითქოს და წაუგებელ თამაშს თამაშობდნენ რა. თქვათ, ჩამოეშალათ სხვადასხვა ინსტიტუტები, აი ნახე, არაფერს არ წარმოადგენთ, თქვენ ვინახართ, გვიბარეთ, ჩვენ არ მოვდივართ და ასე შემდეგ. არ ვაღიარებ, იმას არ ვშვები, ამას არ ვშვები და ასე შემდეგ. ხო და ჯერ საერთოდ მაგი არც ეგონათ რომ გაბედავდნენ ხა ყველა მერძრეულად რომ გამოაცხადა ძალიან მარტივი ხა ყველას ხო ვერ დაგვიჭერენ ხა რანაირად დაგვიჭერენ დაიქცევა ქვეყანა კაცო რას ლაპარაკობ რელიამ რომ სამაჯური იყო რომ მაგის კოლექტიური როგორ დამთავრდა ხალხი აქ ცალკე გამოვა საქართველოში ხალხი და იქ დასავლეთში ხო საერთოდ ტანკები შემოვა როგორ ეხა სულ ამერიკელები გვესვიან როგორ გაბედავენ და როგორ დაგვიჭერენ ანუ ეს ერთი იყო ამ საცოდავებმა შედეგი რა თუ გახსოვთ ცოტა ხნის წინ თურქეთში ოპოზიციის მერობის კანდიდატი დაიჭრეს მილიონი მერი სტამბოლის მერი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო რა და ოპოზიციონერი მილიონი ადამიანი გამოვიდა მილიონი იმას ვერაფერი ვერ ქნეს და აქ 50 აკაცუქსო ვიცვლიდი მაგათ დაჭერამდე ერთი არ დამატებია ისე 50 კაცი და 7 თუ 8 ასე ვთქვათ ოპოზიციონერი ლიდერი არის დაკავებული ერთი კაცი არ დაემატა ოჯახის წევრები წარმოიდგინეთ 7 კაცი დააკლდა ამათი რეიტინგი არის ნულის მიღმა წარმოიდგინეთ ახლა ესენი როგორ არიან პოლიტიკოსები როგორ შეიძლება რომ ეს ხალხი იყოს წარმოდგენილი როგორც მომავლის პოლიტიკოსები, როგორც თქვათ ქვეყნის მომავალი მმართველები, რომლებსაც რაღაცა ხელისუფლება უნდა რაც გინდა ის დავარქვათ, გადაიბარონ თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ესენი იმ მდგომარეობამდე საბოლოო ჯამი რა არის, იცით, ყველაზე ცუდი და უბედურება, რომ ეს ხალხი თავის თავს არის საცოდავი ხალხია, საცოდავი და ჩვენ სულ ამოვდით იმას, რომ კანონი და კანონი ყველა გადაცემაში, რომ ამათ პასუხი უნდა გაეცეს კანონის შესაბამისად. ამათთან არ შეიძლება ლოიალობა რაღაცასთან დაკავშირებით აი შეიძლება რომ მაგალითად ევროპულმა ქვეყნებმა რაღაცა გვამნონ იმასთან დაკავშირებით რომ როგორ ჯერ ერთი მაგის კონტურები არ ჩანს მაგრამ პირობითად ვიძახი რომ რაღაცა როგორ შეიძლება ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება და ასე შემდეგ მაგრამ იმაზეც კი უნდა წახვიდე რომ ეს კატეგორია ეს რაღაცა კაფი მოაცილო ქვეყანას არ შეიძლება აგენტები არიან დამთავრებულია ესენი ხო გამოჩნდა არც საზოგადოებისთვის არაფერს წარმოადგენენ და იმათ ვისაც უკვე ანუ გაშიფრული აგენტი რო ხარ და არაფრის გამკეთებელი რო აღარ ხარ ვის ჭირდები არავის არ ჭირდები